ჭარბი წონა დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში არის აქტუალური პრობლემა, მათ შორის მეტნაკლებად საქართველოშიც, თუმცა არის ისეთი ქვეყნები, სადაც ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას. მაგალითად, საფრანგეთი. ფრანგი ქალები არ სუქდებიან, ასეთი სახელწოდებით წიგნი გამოსცა ასევე ფრანგმა ქალმა სახელად მირიელ გილიანომ 9 მილიონიანი ტირაჟით გამოსცა, თავიდანვე გაიყიდა, შემდეგ ძალიან მოთხოვნადი იყო და 40 სხვადასხვა ენაზე ითარგმნა. ყველა მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ნიუ-იორკ თაიმსმა ბესტსელერებს შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ბესტსელერად დაასახელა და 3 მილიონი ეგზემპლარი არის ჯამში გაყიდული. თვითონ კითხველები ამ წიგნის პოპულარობას ხსნიან იმით, რომ მასში გაზიარებული რეკომენდაციები არის მარტივი, რეცეპტებსაც მოიცავს და ჩვევებს ფრანგი ქალების, რომელიც მათი ყოველდღიურობის ნაწილია. და როგორც ამბობენ, ძალიან ეფექტურიც არის, არ უკავშირდება ფინანსებს, ეს ძალიან ხაზგასმით მინდა თქვა და არის საკმაოდ ისეთი მარტივი შესასრულება. ამავე სახელწოდების წიგნში ფრანგმა ქალმა მირეილ გილიანომ გასცა, რომელიც წიგნში თავმოყრილ რეკომენდაციებს იმედის დღის მაყურებელსაც უზიარებს. ჩემი წიგნი ამ სათაურით უკვე მილიონობით ადამიანმა შეიძინა. მოკლევადიანი დიეტები არ მუშაობს. მთავარია ჩამოიყალიბოთ წესები, რომელიც ნამდვილად გახდება თქვენი ცხოვრების ნაწილი. სწორედ ამ წესების დამსახურებით იქნებით კარგ ფორმაში და შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას. წესი პირველი: საკვების მიღების ხანგრძლივობა. თანამედროვე ადამიანი კვებას საშუალოდ 6-7 წუთს უთმობს, რაც არ არის სწორი, რადგან საკვების მიღების აღსაქმელად ტვინს 20 წუთი სჭირდება. თუ ეცდებით საკვების უფრო ნელა მიღებას, ეს ტვინის მოტყუებაში დაგეხმარება და შედეგად 20%-ით ნაკლებ საკვებს მიიღებთ. 3-6 თვეში კი ეს პატარა ჩვევა უკვე თქვენს ვიზუალზეც აისახება. წესი მეორე: ყურადღება ჭამის დროს. გამორთეთ ტელევიზორი, ნუ წაიკითხავთ მაგიდასთან, არ მოусმინოთ მუსიკას საკვების მიღების დროს. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ რას ჭამთ. მიზეზი, რის გამოც ადამიანები უფრო მეტ წონას იმატებენ, არის ყურადღების გადატანა, მაგალითად ტელევიზორის წინ ჭამის დროს. ამიტომ მიირთვით მხოლოდ მაგიდასთან, ლამაზი თებშების გამოყენებით. წესი მესამე: საკვების ულუფების კონტროლი. ეს ქცევა არ ჩააგდებს თქვენს ორგანიზმს კრიზისში, როგორც ეს მკაცრი დიეტების დროს ხდება. თუმცა იმუშავებს თქვენს სასიკეთოდ და სხვა მოქმედებებთან ერთად შედეგებზეც აისახება. წესი მეოთხე: წყლის დალევის აუცილებლობა. როდესაც იგრძნობთ შიმშილს, ჯერ წყალი დალიეთ. ნახავთ, რომ 20 წუთის შემდეგ შიმშილის გრძნობა გაქრება. ფრანგ ქალებს ესმით, რომ წყლის დალევა არის წონის კონტროლის მძლავრი საშუალება, გვეხმარება მადის დაქვეითებაში და ტოქსინების გამოდევნაში. წესი მეხუთე: მოძრაობა. ფრანგ ქალებს არ უყვართ სპორტი და სპორტულ დარბაზებში სიარული. სამაგიეროდ ფეხით სიარული მათი კულტურის ნაწილია. ამიტომ იარეთ ფეხით, ყოველდღიურად, რამდენიმე კვარტალის გასეირნებაც კი ან კიბეებზე ასვლა საოცრებას მოახდენს. თავად ინტერვიუში გითხრა, რომ 79 წლის არის და დამეთანხმებით, რომ ძალიან კარგად გამოიყურებოდა. დიახ, 80 წლის ხდება მალე. მე 17 სართულზე ვცხოვრობ და თუ კი მაქვს დრო, აუცილებლად ფეხით ავდივარ კიბეზეო. დიახ და მე მაყურებელს ამ რეკომენდაციასაც უზიარებ. იმოძრავეთ, რაც შეიძლება მეტი ფეხით.